რომ ეს რეჟიმი, ეს კაცი, მისი არარავების გარემოცვა, საკუთარი ძალაუფლების და ფულისთვის მზად არის გარისკოს ესეთ რაღაცები. ერთ პატარა კომპონენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ხა დღეს ვიდეო მქონდა მაგაზე ცალკე ჩაწერილი. აი თვითონ რაც გითხრეს მარტო იმას რომ დავეყრდო. ბოლოს ყობახიძემ რას თქვა? ესე იგი, აი უტრირების გარეშე რო ვთქვა, უბრალოდ რო გავამარტივოთ ცოტა არ ვიცითო ზუსტათო რა იყო გარეულიო, გამოძიება ჭირდება იმის დასადგენას, რომ გითხრათ რა იყო ზუსტად გარეული. ანუ გამოძიების გარეშეო, ამას ვერ გეტყვით. ეს უკვე შემდგარი დანაშაული ხო არ არის, რომ სახელმწიფო უწყება ამ სტრუქტურამ, რომელსაც თავის პასუხისმგებლობები გააჩნია, გამოიყენა ისეთი ნივთიერებები, რომელზეც გვეუბნებიან, რომ გამოძიების გარეშე ვერ გეუბნებით რა გამოვიყენეთ. თქმა უნდა, მაგრამ ეს აჩვენებს რა ბუნების რეჟიმი ყავს. და როგორ ეპყრობა ეს ადამიანებს განურჩევლად მათი პოლიტიკური მისები, იმიტომ რომ უნდა უთხრათ ყველას, რომ ეს თქმა უნდა მორალურად კი არ არის გამართლებული, მარტო მათ წინამდე ადამიანების მიმართ რომ გამოეყერებინათ ეგ რამენერად კი არ ამცუბუქებს მას. მაგრამ მაინც უნდა შევახსენოთ ადამიანის ბუნებას და უთხრათ რომ ყველა გაწერული ყავდათ. ამ რისკზე წავიდეთ. ნაძვისხე, რომელიც 14-ში უნდა თოთ ნაძვისხე. ნაძვისხე უნდა ავანთოთ და ამ რისკზე წავიდნენ კი.